ექვსი მოშიმშილე პროტესტის უკიდურეს ფორმას აგრძელებს პარლამენტის წინ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია უკვე მესამე დღეა შიმშილობს. მას მოგვიანებით შეუერთდნენ გედევან ფოფხაძე და რამდენიმე აქტივისტი. სულ პარლამენტთან 6 ადამიანი შიმშილობს. პროტესტის ამ აქტის მიზანი ერთიანობის მიღწევა. ელენე ხოშტარია მისიც განაცხადა, რომ შიმშილობას შეწყვეტს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური ძალები ერთობლივად გადაწყვეტენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობას. მე როდის გადავწყვეტ შიმშილობის შეწყვეტას, ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მე მაქვს ნათქვამი რა არის პოლიტიკური ამოცანები. პოლიტიკური ამოცანა არის ერთობა, ართანამშრომლობის გარშემო და აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა, მათ შორის აქტიურ საპროტესტო მოქმედებებზე გადასვლა. ერთობით ჩვენ გავაგრძელებთ იმ ბრძოლას, რომელიც დღეს არის გადამწყვეტი, რომ რეჟიმი, რომელიც ირყევა, ბოლომდე ჩამოიქცეს ჩვენი სწორედ აქტიური ერთობით მოქმედებებით. მე არავის არ ველაპარაკები მოთხოვნით, განსაკუთრებით ოპოზიციაში, არავისთან არ ვლაპარაკობ შანტაჟის ენით, მე ვლაპარაკობ ძალიან ხმამაღლა, ეს ასეა, დიახ, როდესაც ახავარ, ხმამაღლა ვლაპარაკობ იმ სტრატეგიაზე, რომელიც მე მიმაჩნია აუცილებელი და რომელზეც მინდა შევჯერდე ყველასთან, მაქსიმალურად ყველასთან, იმიტომ რომ ეს არ არის ცალკე ჩემი ბრძოლა, ეს არის ყველა მოქალაქის და ყველა პოლიტიკური პარტიის ბრძოლა. ერთიანობა არ არის თვითმიზანი, ერთიანობა არის საშუალება რეჟიმთან ბრძოლის და თუ შენ ერთიანობას არ ქმნი ბრძოლისთვის, არამედ ქმნი რაღაცა მეორადი მიზნით, ასეთი ერთიანობა არაფერს არ განსაზღვრავს. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ ის პოზიციები, რაც გუშინ მიტინგზე გაჟღერდა, უნდა შეჯერდეს და სწორედ ამის ხარჯზე შეიქმნეს ის ერთიანი ფრონტი, რომელიც იქნება უკომპრომისო ბრძოლის დროშის ქვემოთ გაერთიანებული.